ბიძინა ივანიშვილის მეცხრე შეხვედრა მედიასთან და ისევ ლეიბორისტების კრიტიკა ყოფილმა პრემიერმა ნათელაშვილი და მისი თანაგუნდელები ისევ ლიტერატურულ გმირებს შეადარა. იქნება აბსოლუტურად 100%-იანი ობიექტური არჩევნები და ნახავთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მოაღწია და დააღწია თავი ამ პროპაგანდას. დააღწია და უარი თქვა ყვარყვარიზმზე და ამ სასაცილო ხალხს ვთქვათ. ყვარყვარე და კვაჭის სამეგობრო და სამეზობლოა ესენი ორივე სიმბოლოს კვაჭისას შემოუყვანდი დღეს და სხვათა შორის გმირებად კარგად ეხატებიან, ვინ უფრო ყვარყვარია და ვინ უფრო კვაჭია. ნათელაშვილი, სააკაშვილი თქვათ შეიძლება პირდაპირ იგიავდებიან ყვარყვარესთან და ნუ კვაჭი აღარ ჩამოთვლილ სახელების გახსენებაც აღარ უნდა მაგათი ხალხს. დასრულდება ყვარყვარიზმი. ისევ არიან ყვარყვარები და ცდილობენ უკან შემოუბრუნებას და კვაჭი და ყვარყვარე ძმები იყვნენ პრინციპში კავტორში როცა ურიემე ეს არა ეს ტრაგედია. ლეიბორისტების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა დღეს ჩვენი სტუმარი საღამომშვიდობისა ბატონო გიორგი. საღამომშვიდობისა მოგესალმებით. ბატონო გიორგი, რას გერჩით ივანიშვილი? ხო, ივანიშვილი ჯერ ფილოსოფიური წიაღსვლებით იყო დაკავებული, გაეპაექრა ნიცშეს და სამაგიეროდ ჭეშმარიტების ფილოსოფიური ქვა განვითარების დიალექტიკა აღმოაჩინა კავკასიელ ტყვე ქალში. შემდეგ დაკავდა ლიტერატურული წიაღსვლებით, ლიტერატურული ალეგორიებით, ოღონდ ისე რომ არც ავტორი იცის და არც ნაწარმოებები აქვს წაკითხული. კარგად რომ წაეკითხა პოლკარბე კაკაბაძის დრამატურგი პიესა ყვარყვარე თუთაბერი ან მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანდირაძე ის საკუთარ თავს აღმოაჩენდა ამ თაღლითებში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ისინი მაინც რეგიონალური მცირე მასშტაბის თაღლითები იყვნენ, ლიტერატურული გმირები იყვნენ, განსხვავებით მისგან, რომელმაც მთელი ერი გადააგდო. დაპირდა ერს უფასო ფულს და ჩვენ უყურებთ, რომ შერჩათ საზოგადო ხალხს შერჩა გაუფასურებული ფული, მათ შორის დღესაც გაუფასურდა ლარი და ეს ამძიმებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, დაპირდა ერს განახევრებულ ტარიფებს და როგორც კი მოვიდნენ გააორმაგეს ტარიფები, ზამთარი მოდის და ეს თითოეულ ოჯახს მძიმე ტვირთად დააწვება კომუნალური გადასახადები, დაპირდა სამუშაო ადგილებს და ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა, დაპირდა იპოთეკარებს, რომ გასცემდა მათზე მცირე პროცენტი აქ ძელვადიან სესხებს და გაწირა ისინი და დღეს მოვალეთა რეესტში 200,000 ოჯახია შეყვანილი და 80,000 ოჯახს ხვალვე ემუქრება გასახლება და ღმერთთან უკნას თუ დარჩა ქართული ოცნება და თაღლითი ივანიშვილი ხელისუფლებაში სამწუხაროდ ეს რეალობა დაუდგება 80,000 ოჯახს. ამდენად როგორც ჩანს, მალე ის ალბათ ეზოპეს ენით დაგვიწყებს საუბარს იგავარაკებით და ისე განანათლებს ერს, რომელსაც ის გაუნათლებას ჩლუნგს უწოდებს და თავისი ეგრეთ წოდებული ჩაანალიზებით ფიქრობს, რომ დაიკავოს ქართველი ერის განანათლების ფუნქცია. ბატონო გიორგი, რაც შეეხება მეორე ტურს, რომელიც დღეს ივანიშვილმა დაანონსა, რას ფიქრობთ? არის მოსალოდნელი მეორე ტური? სანამ მეორე ტურებზე გადავიდოდა ის ისტერიკა, რომელიც მას ბოლო კვირეებში აქვს დამართული ლეიბორისტული პარტიის და მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიმართ, ეს გამოწვეულია სინამდვილეში იმ მაღალი რეიტინგით, რომელიც ამ პარტიას გააჩნია, პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს გააჩნია და ის კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მის დამარცხების ავანგარდში იქნება სწორედ ეს პარტია საზოგადოების ხარდაჭერით. ის პრაქტიკულად მხილებულია გაშიფრულია მთლიანად ქართული საზოგადოების მიერ და ის გრძნობს მოსალოდნელ დამარცხებას, განწირულია ამისათვის და ამის გამოა რომ ესეთი ისტერიკაა გატეხილი და ამასთანაც არის დაკავშირებული სწორედ ეგრეთ წოდებულ მეორე ტურებთან გაკეთებული განცხადება, რომელიც მან გააკეთა, გახსოვთ ალბათ, თავიდან მას რიხით აცხადებდა იმის შესახებ, რომ 100 თუ 150 დეპუტატს გაიყვარდა ქართული ოცნება, დღეს უკვე ამოღერღა და ამოკნავლა, რომ იქნება აუცილებლად ბევრი მეორე ტური და ისევ დაიტოვა იმედი, უпроსორად შეაგულიანა მისი მცირერიცხოვანი მომხრეები, რომ აი მეორე ტურში კი გაიმარჯვებს. ვერც პირველ ტურში გაიმარჯვებს, სამარცხვინოდ დამარცხდება და რა თქმა უნდა მეორე ტურშიც მისი აი ყვარყვარეების არმია ყავს მაჟორიტარებად დაყენებული, რომლებიც იყვნენ ყველა ხელისუფლებაში, შევარდნაძისთან, კომუნისტების დროიდან დაწყებული შევარდნაძის ხელისუფლებაში, სააკაშვილის ხელისუფლებაში, ეხლა გადაბარგებული არიან ოცნებაში, ხარჯავენ ამ ფულს ამომრჩევლის მოსასყიდვად, მაგრამ ამომრჩეველმა მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია მოიცვალა და ეს ბლეფი მას არ გაუვა, ისინი დამარცხდებიან პირველივე ტურშიც
მეორე ტურშიც და 8 ოქტომბერი იქნება რევოლუციური თავისი შედეგი. ცოტა დრო გვაქვს. კიდევ ერთი თემა, ცნობილია რომ ქართულ ბანკმა ქართულ ოცნებას მილიონი ლარი 11%-ში ასესხა. ამ თემაზე გააკეთა დღეს კომენტარი ივანიშვილმა და განაცხადა რომ მართლ გუნდს გაუჭირდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მართლა უჭირს ქართულ ოცნებას? აი კვაჭი-კვაჭანტირაძეობის კლასიკური გამოხატულება თაღლითობის, როდესაც მილიარდერმა საკუთარ პარტიას ასესხა ფული 100%-ა უпроსწორად, რომელიც გადასახდელი იქნება შემდგომ თვითეული ჩვენთაგანის, რადგანაც ბიუჯეტიდან უნდა ანაზღაურდეს ეს თანხები, საკმაოდ მაღალ პროცენტში მიასესხა, პოლიტიკური მევახშეობითაა დაკავებული ამჯერად ივანიშვილი და ეს გააკეთა მაშინ, როდესაც გასული 20 დღის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ შემოწირულობების სახით, მათ შორის ონლაინ სესხებიდან, მათ შორის კაზინოებიდან მიიღო 6 მილიონამდე. რისთვის ჭირდებათ ამდენი ფული? ჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რათა იყიდონ ამომრჩეველი. იყიდონ მოსახლეობა. ამავე დროს ჩვენ ყველა მივმართეთ პარტიამ უпроსწორად ყველა ბანკს მიმართა იმისათვის, რათა გამოეყოთ სესხი, კრედიტი წინა საარჩევნოდ, რომ დაგვებეჭდა პლაკატები, ბუკლეტები, ოფისები გაგვეხსნა და ყველა ბანკმა უარი გვითხრა და ამ დროს ამ ცრუ მართლაც კვაჭი-კვაჭანტირაძისა და ყვარყვარეს სიმბიოზმა, ოღონდ მასშტაბები დიდია მისი ძალიან, განაცხადა, რომ თურმე ქართულ ოცნებას გაუჭირდა და ამის გამო მივაპროცენტეო, გაავახშა ფული, ასე ვთქვათ, თამასუქად ალბათ მისე კალაძის ულვაში დაიტოვა, სინამდვილეში მისთვის თამასუკი არის მთელი ბიუჯეტი, მთელი საქართველო, მთელი ქვეყანა და სწორედ უნდა იმის გამო დარჩენა ხელისუფლებაში, რომ ისევ გააგრძელოს ამ ქვეყნის ძარცვა, ეს არ გაუვა 8 ოქტომბერს, დაკარგავს იმ მილიონსაც, რომელიც გაასესხა და დაკარგავს იმ ნაძარცვსაც, რომელიც მან ქართველ ხალხს მოპარა. დიდი მადლობა.